გორში ახალგაზრდა ქალის ანი ბერიანიძეს და მისი 3 წლის შვილის მართას მკვლელი მთვრალი მძღოლი იყო, რომელმაც ფეხით გადასასვლელზე ჯიპით გადაუარა დედაშვილს. დედა იქვე დაიღუპა ახალგაზრდა ქალი ანი ბერიანიძე, მისი შვილი 3 წლის მართა კი თბილისში გადმოიყვანეს, მაგრამ მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ისიც დაიღუპა. ანუ ერთმა ნაბიჯვარმა მთვრალმა ჯიპზე შემომჯდარმა გააუბედურა ოჯახი. 3 წლის ბავშვიც მოკლა დედასთან ერთად. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მეჯიპე ხელისუფლებასთან შეხმატყვილებული არ იქნებოდა? მთვრალი ჯიპზე შეიძლება იქ რაღაცაც შეყნოსილიც ან შერწყმულიც ჰქონდა, შეშხაპუნებული, რა, ვიცით? აი ესეთი ბოსელი რო არის საქართველო, რომელიც ბორია ივანაშვილმა აგვიშენა პირდაპირ მნიშვნელობით რუსული ბოსელი. აი ეს არის ეს. ეს ხო ერთეული შემთხვევა არ არის, ვაი, რაღაც. აი რაღაც შეიძლება მოხდეს. არა, პირდაპირ მნიშვნელობით არის რუსული ბოსელი. აი კადიროვის ბანდა რო დაგრიალებს ჩეჩნეთში, ხო გინახიათ ეს ესკორტით რო გადაადგილდება მთელი ჯიპების არმია, რაღაც განსაკუთრებული სისწრაფით. როგორც ხროვა. აი ეს ხდება საქართველოში. პატარ-პატარა კადიროველებიც რა, ეს ხელისუფლებისგან ხელდაფარებული და თითმიცემულები. აი ეს არის მიზეზი იმისა, რაც ხდება საქართველოში. რა კატასტროფაც ხდება ქვეყანაში. ამის მიზეზი არის ბორიას რუსული ბოსელი.